იმის მიუხედავად, რომ გომელაურის პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში ახალგაზრდებს უწყობდა რეპრესიებს და რამდენიმე მათგანი დააკავეს კიდეც, ისინი არ წყვეტენ ახალგაზრდები პროტესტზე. დღეს არის მე-6 დღე, როდესაც საკანონმდებლო ორგანოსთან ახალგაზრდები არიან უწყვეტი პროტესტის რეჟიმში. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს 3 ახალგაზრდა, მათ შორის 2 გოგონა, თათია აფრიმიაშვილი და თაკო გვალია. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა ლუკა გოგუა არის ის ახალგაზრდა, რომელიც იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოსთან და როდესაც გომელაურის პოლიცია უკანონოდ აკავებდა ახალგაზრდებს, ის მხოლოდ უკრავდა ტაშს და პოლიციელებს ეკითხებოდა, რატომ მოხდა მისი თანამოაზრეების დაკავება და სწორედ ამის შემდეგ რამდენიმე პოლიციელმა ის ჩასვა დაკავების ავტომობილში და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ახალგაზრდა მამაკაცი ამ დრომდე რჩება დიღმის მთავარ სამმართველოში, ადმინისტრაციული წესით არის ის დაკავებული და შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, სავარაუდოდ უკვე ხვალ მოსამართლე იმსჯელებს მის საქმესთან დაკავშირებით და გავიგებთ, გაუშვებენ თუ არა ტაშის დაკვრის გამო ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე კვირიან პატიმრობაში. რაც შეეხება ახალგაზრდების პოზიციას, ის ადამიანები, ვინც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოსთან, ამბობენ, რომ რეჟიმს ახლა აქვს მხოლოდ ერთადერთი მცდელობა, რომ დააშინოს ახალგაზრდები და აღარ მისცეს გამოხატვის შესაძლებლობა, აღარ მისცეს იმის უფლება, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან ეს ახალგაზრდები იყვნენ იმ დროს, როცა მოუნდებათ და მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტონ რეჟიმის უკანონობა. მთელი ღამის განმავლობაში გომელაურის პოლიცია საკანონმდებლო ორგანოსთან ახალგაზრდების განმარტებით დადიოდა და მათ თანამოაზრეებს ჩანთებს უჩხრეკდა, როდესაც ახალგაზრდები ითხოვდნენ განმარტებას, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, პოლიცია ამბობდა, რომ რაიმე უკანონო არ უნდა შემოსულიყო ამ ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, რეჟიმის ახლა მთავარი დიდი თავისკივილი არის ის პლედები და სკამები, რომლებიც ახალგაზრდებს მოაქვთ საკანონმდებლო ორგანოსთან იმისთვის, რომ უწყვეტი საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს გამოიყენო. პლასმასის სკამები შემოგქონდა. რაზეც გითხრეს, რომ საფრთხის შემცველი ნივთები იყო და ვერ შემოგვატანინებდნენ და შემდეგ გითხრეს, რომ ეს სკამები უნდა გაგვეტანა ტერიტორიიდან, რაზეც უარი განაცხადა, იმიტომ რომ ჩემი კუთვნილი ნივთებია და არ გავიტან მეთქი და მითხრეს, რომ პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დამაკავებდნენ. შემდეგ არ ვიცი, დაახლოებით 10-მდე პოლიციელი დამესია და წამიყვანეს, ჩამტანეს მანქანაში და გადამიყვანეს კახეთის გზატკეცილზე პოლიციის შენობაში. ჩემთან ერთად დააკავეს თაკო გვალია და შემდეგ პოლიციის შენობაში რომ მივედით, შემოიყვანეს ლუკა გოგუა და იქ გავიგეთ, რომ ეგეც დაკავებული. ლუკასაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან, ერთ და იგივე მუხლით დაგვაკავეს. ტაში დაუკრა პოლიციას ჩვენი დაკავების შემდეგ და კითხოს უსვამდა რა მუხლით ვიყავით დაკავებულები და რატომ დაგვაკავეს და მიეპარა ზურგიდან პოლიციელი და ჩატანეს ეგეც მანქანაში და წაიყვანეს. მიმდინარეობს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ანუ არანაირი აკრძალული ნივთი არ იყოს სკამი პარლამენტის ტერიტორიასთან და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. რამოდენიმე წუთიანი დიალოგის შემდეგ ასე უეცრად თათი აფრიამაშვილს წუდეს ხელი, ჩავეჭიდემეს და ორივე ერთად, ასე თქვეს, რომ მიაყოლეთ ეგეცა ორივე ერთად ჩაგვსვეს მანქანაში და ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც დასდებენ ნივთებს, რომელიც რეალურად არანაირი საფრთხის შემცველი არ არის, უბრალოდ მათ უნდათ ყველა თავისი ქმედებით რაღაც თავიანთი არარსებული ზალის დემონსტრაცია მოახდინონ. რის აღმოფხრასაც ცდილობდნენ გუშინ 10 იმდენი გააკეთეს შემდეგ სტუდენტებმა და ანუ გუშინ ძალიან ბევრი სკამი მქონდა, ძალიან ბევრი ვიყავით. დღეს არის მე-6 დღე, როდესაც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები საკანონმდებლო ორგანოსთან აგრძელებენ უწყვეტ პროტესტს. აქ უკვე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი მორიგეობს. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ერთი მთავარი დავალება, რომ ახალგაზრდებმა ამ ტერიტორიაზე ვერ მოახერხონ პლასმასის სკამების და პლედების შემოტანა, რომელიც ყოველდღიური პროტესტის დროს ჭირდებათ, მით უმეტეს ახლა, როდესაც არის უამინდობა
თბილისში ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათი პროტესტი არ გაჩერდება და ისინი ყოველდღიურად იქნებიან საკანონმდებლო ორგანოსთან და მათ მთავარ მოთხოვნებს გააჟღერებენ, რომ უკანონო დაპატიმრებული ახალგაზრდები გათავისუფლდნენ. ასევე აქ უკვე იმყოფებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და სოლიდარობას უცხადებენ აქ მყოფ სტუდენტებს, რომლებიც უწყვეტი პროტესტის რეჟიმში არიან. მადლობა, ეს იყო მარიამ მაკასარაშვილი.